Ratoai თქვენ იყავით შემსწრე, ხო? აი ამ ამბის. თქვენ რას დაამატებდით იმას, რაც დემეტრემ თქვა და როგორ ხდებოდა ეს უკვე თქვენი თვალით დანახული. ხო, ნუ ეხა ეს აქციის დაშლა რო დაიწყო დემეტრემ თქვა ეხა ჩვენ უნდა გავსულიყავით, მაგრამ მე შემეშინა ჭკრეტვის გამო და შევყონდი და მაშინ წამოგვეწიენ რა ეს. თანახა ესე ნიღბით რო დარბიან, რამე ნიშანი კი არა აქვს, ვერც გაიგებ ეხა ზოგს. არც პოლიციის აღნიშნული არ აქვს და არაფერი და ნუ ვარნიშნე უთხარი გავალ მეთქი და თავი დამიქნე და მე რო გავდიოდით ეხა მე მიჭირავს შენ მეუღლეს რაღაცა ესეთ რაღაცა აჩვენა მე ვაანალიზებთ ანუ წრე შემოარტყი არ ვიცი ეს რატო მოირჩიეს მაგრამ მარტო ეს არ მოირჩიეს იმიტომ რომ ძირითადად აქცენტი ჰქონდა ახალგაზრდებს ეს იყო ერთმნიშვნელოვნად იმიტომ რომ მე ხმა არ გამწეს მე არაფერი არც ჩემ მეუღლეს და უცებ რაღაც მოულოდნელად როცა მეგონა რომ სამშვიდობოს გვიშვებენ რა უნდა გავიდეთ უცებ მოულოდნელად ვურტყავს მისდევს ხო კადრებიც არის ფოტოშოპში თავარსა გადაღებული მისდევს მე ეს ჩვენთანაც არის ეს კადრები და მე შედგნენ ეს ადამიანები წიხლებს ურტყავდნენ და მეუნებოდი მე ვთხარი ხა არასუწლოვანი რატო ურტყავთ რაღაცა ნუ არანაირ მე და ჩემი ძმისშვილი გამოგვათრიეს გოგო მე ცალკე ანუ მათ იცოდნენ რომ მაგას იცი აი ჩვენ თავიდანვე კი აი მომენტში ვიცოდნენ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ჩვენ ამას ხმამაღლა დაკავებიდან დაიწყო თუ არა ამას დაარტყეს თუ არა ხელი იმ მომენტიდან აი რომ გაეკიდნენ მეც მივზებდი უყვირით მე და ჩემი მეუღლეც ცალკე ჩემი ძმისშვილიც მეს ოღონდ არ დააკავეს და ამის მეგობარი დათო გოგილაშვილი რომელიც იმ მომენტში დაგვფანტეს და საერთოდ არეალიდან დაგვეკარგა რა მე აღმოაჩინეთ რომ სახიზულები ქონდა საერთოდ დამტროული რა ანუ ის მაგ ბიძე კიდე ცალკე ბევრად ძიმე кейსია იმიტომ რომ ხა დემეტრემ კი მიიღო დაზიანებული მაგრამ იმასთან შედარებით იმას დაზიანებული ქონდა რომ ეს მოსატანიც არ არის მეთქი ვიძახი იმიტომ რომ აი ძალიანად ოპერაცია დაჭირდა მაგრამ აი ჩვენ ხედავდით მაგალითად აი გურამ როგავა შემთხვევა როგორც იყო ხო აი ახლა რასაც ყვებოდა დემეტრე რომ აი უკნიდან დაარტყა ეს ყველაფერი და თავის არეში ყველგან თავის არეში ხო ეს ამან შეიძლება ისეთი ფატალური შედეგები მოიტანოს აი მაგალითად ჩვენი ჟურნალისტი შემთხვევით გადაურჩა საერთოდ სიკვდილს და ეს ახალგაზრდები როგორც ამბობთ თქვენ განსაკუთრებული არა ეს ერთმნიშვნელოვნად ახალგაზრდები იყო სამიზნეთ იმიტომ რომ ეს რაღაცა ტაქტიკასაც გავს ამათ იმიტომ რომ ამ ახალგაზრდების დაშინება თუ რა იყო იმიტომ რომ ზუსტად ეხა როდესაც ჩვენ გავდიოდით ხო ეხა მეც ხო იქ ვდგავარ ხო მე რატო არ მიიღებ მიზანში ან რაღაცას აიღებს ხოლოდ ის ახალგაზრდებს დაერევენ მარტო და ეს თავში დარტყმა ერთგვარი ის არის ტაქტიკა ფაქტობრივად და მეც ახლა ვფიქრობ მე კიდე ცემას გადაარჩინა რომ მე საჯარო უცებ მოვახდინე რეაგირება მეტნაკლებად ახლა რაღაც დონეზე საჯარო პირიც ვარ და რაღაცა მიცნობენ და უცებ დავწერე უცებ დავიწყე ხმაური და ძალიან გავრცელდა ეს ინფორმაცია და მე ვფიქრობ რომ შემდგომი კიდე ვარ და მეაყოლე და კიდე რაღაცები არ მოხდა შეიძლება ამანაც შეაჩერა მეთქი რა იმიტომ რომ იმის მერე სხვადასხვა 30 ნოემბერი იყო იმის მერე კიდე იყო რამოდენიმე შემთხვევა არასუსურველი ერთ ქუთაისში ცემეს და კიდე რაღაცები და მე კიდე რამოდენიმე დღე გაგრძელდა ესე მწვავეთ რა ამიტომ ეს აი იმიტომ რომ აი ეხლა მე ვფიქრობ ხოლმე რომ ადამიანები ეხლა რომ რაღაცა ფატალური და მძიმე შედეგი არ დადგა არის მხოლოდ შემთხვევითობა იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ გათვალო თავში რომ უთყავ ადამიანს ხო რომ რა შედეგი დადგება რომ როგორ შეიძლება ამის გამეტებით უთყავდნენ თავში ეს და სახის არეში ეს დამჩნეოდათ ადამიანებს ეს ასევე მაგ ტაქტიკის ნაწილი იყო როგორც საერთოდ სპეციალური საშუალების გამოყენებასაც აქვს თავის წესი ხა როცა ლეგიტიმურად იყენებ და ერთი მთავარი არის რაც ოდესაც მხოლოდ კიდურებში უნდა დაარტყე ისე ანუ ლეგიტიმურად იყენებ თავში დარტყმა არაფერს არ შეიძლება არც ერთი არც ლეგიტიმურად არც არ ლეგიტიმურად ეს არის სადამსჯელო მისია ჩვეულებრივ რომ რაღაცა ზიანი მიაყენო და რაღაცა მაგ განცდა რომ რაღაცა ძიმე შედეგის დადგომაც უნდათ ალბათ იმიტომ რომ როგორ შეიძლება გათვალო რომ ეს არ მოხდება მე არ მესმის